ჩემი და ჭადრაკის დაახლოვება მოხდა ძალიან სასაცილო ფაქტის შემდეგ, როდესაც დედას მამამ, ჩემმა პაპამ ასწავლა ნარდი 5 წლის ასაკში და ეს ნახა ირაკლი მარც თუ ისე ძალიან სიამოვნა, რომ მისი პატარა გოგოშვილი ნარდს თამაშობდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ჩემთვის ესწავლებინა ჭადრაკი. ალბათ ამიტომ მიყვარს ეს თამაში ასე ძალიან, რომ ის ასოცირდება ჩემს ბავშვობასთან, მამასთან, მამის მეგობრებთან, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, ძალიან ახლო ოჯახის მეგობარი იყო ბატონი ელიზბარ უბილავა. ირაკლის მასთან არა მხოლოდ ჭადრაკი, არამედ გაცილებით უფრო ღრმა თემები აერთიანებდა, ისინი საუბრობდნენ ხელოვნებაზე, ძალიან ბევრ ჭადრაკს თამაშობდნენ და ეს მეგობრობა ჩვენს ოჯახთან ბატონ ელიზბარს გამოყვა დღემდე. თავარი ნაწილი ვერ ვიტყვი, რომ ჭადრაკი იყო მათ ურთიერთობაში, საერთოდ ირაკლისთვის ყველაფერი იყო მთავარი ნებისმიერ ურთიერთობაში და მეგობრობაში. იქ იყო ხელოვნებაც, იქ იყო ადამიანური ურთიერთობების განხილვაც და რა თქმა უნდა, ირაკლის საყვარელი ჭადრაკი. როგორ გაჩნდა იდეა, რომ ბატონი ელიზბარ უბილავას ჩვენი ქართველი დიდოსტატის სახელობის ტურნირი დაფუძნებულიყო მადრიდის ერთ-ერთ უძველეს საჭადრაკო კლუბში ლა დიდაქტიკაში. მე როდესაც გადმოვედი ესპანეთში საცხოვრებლად, ელიზბარი და ნანა, მისი მეუღლე, ძალიან დიდი ხანია უკვე აქ ცხოვრობენ და გამიჩნდა სურვილი, რომ რაღაცნაირად ტრიბუტი და მათი შრომის, ელიზბარის ნიჭის, მისი გამოცდილების რაღაცნაირად დაფასების რაიმე სახე და რაიმე ფორმა მეპოვა. და მივხვდი, რომ არ არსებობდა ელიზბარის სახელობის ტურნირი. ამიტომ მე კლუბის პრეზიდენტთან, ბატონ მანოლო დავილასთან გავიარე ეს თემა. კლუბი ძალიან დიდი სიხარულით შეხვდა ამ იდეას და ეს ინიციატივა აღმოჩნდა იმდენად წარმატებული, რომ არა მხოლოდ მადრიდიდან, არამედ ესპანეთის სხვადასხვა კუთხიდან და შეიძლება ითქვას სხვა ქვეყნებიდანაც კი განაცხადეს სურვილი ამ ტურნირში მონაწილეობის. ტურნირი გამოცხადებიდან 2 დღეში უკვე იყო შევსებული და კიდევ არის მოლოდინის ლისტი დღემდე, აგერ უკვე 26 აპრილს სტარტდება ტურნირი კვირას და დღეს 4 შაბათია და უკვე 52 კაცია რიგში იმის მოლოდინში, რომ იქნებ გამოჩნდეს ადგილი და მათაც ითამაშონ. მე ვთვლი, რომ ეს არის ჩემი მხრიდან ვიტყვი, საქართველოს მხრიდან და ესპანეთის მხრიდანაც სულ პატარა მადლობის თქმა იმ ადამიანისთვის, რომელმაც ძალიან დიდი ღვაწლი შეიტანა ჭადრაკის ფილოსოფიაში, მისი გამოცდილება და მისი შრომა დაუფასებელია და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ინიციატივამ ფორმა მიიღო და დაარსდა ბატონი ელიზბარის სახელობის ტურნირი, რომელიც გაიმართება ყოველ წელს. მთავარი მიზანი ამ ტურნირის არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქართული ნიჭის კიდევ ერთი აღნიშვნა. ბატონი ელიზბარისთვის ჩვენი პატევისცემის გამოხატვა. ჩემი სამწვრთნელო კარიერა ჯერ კიდევ საქართველოში დაიწყო. ახალგაზრდა ვიყავი ძალიან დაახლოებით 24 წლის, როცა მწვრთნელად დავიწყე მუშაობა. ჩემი მოწაფეები იყვნენ. პირველი მოწაფე გახდათ ნანა იოსელიანი. შემდეგ ვითანამშრომლე წლების განმავლობაში ნონა გაფრინდაშვილთან ძალიან ნაყოფიერი წლები იყო ეს წლები და შემდეგ კარპოვმა მიმიწვია დასახმარებლად და კარპოვთან ვიმუშავე რამდენიმე წელი. 90 წელს მომიწვიეს ესპანეთში სამუშაოდ ერთ-ერთმა საჭადრაკო ფედერაციამ, ერთ-ერთი რეგიონის ფედერაციამ მომიწვია და აქ დავიწყე მოღვაწეობა. შემდეგ გადმოვიყვანე ჩემი ოჯახიც და ოჯახთან ერთად უკვე ფაქტიურად 93 წლიდან აქტიურად მუშაობ ესპანეთში, მონაწილეობდი საერთაშორისო ტურნირებში და თანამშრომლობდი მოჭადრაკეებთან, მათ შორის ძლიერ მოჭადრაკეებთან, მსოფლიო დონის
სპორტსმენებთან, ისეთი როგორიც არის მაგალითად ვიში ანანდი, ვიშვანატან ანანდი, ინდუელი მოჭადრაკე, რომელთანაც დაახლოებით 12 წელი ვიმუშავე და ეს იყო ჩემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პროდუქტიული წლები. თითქმის 30 წელზე მეტია თანამშრომლობ საჭადრაკო ფედერაციასთან, ჯგუფებთან და ეს არის, ასე ვთქვათ, ჩემი მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. 26 აპრილს სტარტდება შეჯიბრება აქ სტრაპჭადრაკში, რომლის ორგანიზაცია გააკეთა საჭადრაკო კლუბმა La Didactica და რომლის მეცენატი გახლავთ, ამ ტურნირის მეცენატი გახლავთ სოფო ფარჯიანი. ეს ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემი სახელობის ტურნირი გადაწყვეტეს გაეკეთე მიდათ. სოფო ფარჯიანი გახლავთ მხატვარი, შესანიშნავი მხატვარი, ჭადრაკის დიდი მოყვარული და მან გადაწყვეტა თავის თანამემამულეს, ასე ვთქვათ, პატივისცეს და ჩაატაროს ეს ტურნირი. ეს იქნება ერთდღიანი ტურნირი. იდეა ის არის, რომ გამარჯვებულთან მექნება შეხვედრა, შეიძლება ერთი პარტია ვითამაშოთ და ამით დამთავრდება ეს შეჯიბრება. სასიამოვნოა, რომ სოფო ფარჯიანმა, რომელიც გახლავთ გამოჩენილი ქართველი მხატვრის ირაკლი ფარჯიანის შვილი, ჩემი მეგობარი, სხვათა შორის სასიამოვნო იყო, რომ ეს მეგობრობა გაგრძელდა აქაც ესპანეთში. მან გადაწყვეტა ჩაეტარებინა თავისი თანამემამულის სახელობის ტურნირი. ასე რომ ველოდები 26 აპრილს ნახოთ, როგორ წარიმართება და როგორ დამთავრდება, ვინ დარჩება გამარჯვებული ამ შეჯიბრებაში.